და გოგოების პირველი ეგრეთ წოდებული road trip-ი რომ იტყვია. სავსეა. ეს მოცუცქნული ისა მანქანა. ეგ კიდე ცალკე საკითხია. ღმერთო დიდებულო. მოკლედ მე და გოგოები ვემზადებით ცემში წასასვლელად. ესეც გოგოები მოთავსდნენ. წავედით? კი, წავედით. ჩვენი პირველი მოგზაურობა. წავედით მოკლედ. დანიკა. გაჩერება მაღლაკში გამოუვარეთ ჩემს მეგობარს. თავის სველი მაქვს და ესე ავიკარდა რა ფუჩეჩი ვითამაკ თავი. გამოუვარეთ ჩემ მეგობარს და წავედით. ეხა ხო გოგოებო? ხო. წავედით. ბაი. ამ სიტუაციაში აღმოჩნდით მოკლედ. ამ ხედების ფონზე ეს რო გაქვს. მეგობრებმა დამირეკეს ეხა. ანუ ჩემ წინ ვინც მიდიოდა ქეთის მეუღლე ჩამოვა ევაკუატორით და პატარა მანქანით. ქუთაისიდან. აი ეს არის ჩვენი ქართველობა, ქართული სოლიდარობა, გვერდში დგომა. იქ დავაყენე მანქანა ის ჰამაკების, ანუ აი ამ ადგილზე აქ ჭრდილი იყო და წარმოიდგინეთ ახლა მე Nissan March-ი მყავს და ვითომ ტრაილერი მყავდეს და გადაფარა ვითომ ეს ყველაფერი და მე აქ ნაქირავები მყავსო, ანუ ელოდებოდა ის ადამიანები ვიდრე წავიდოდნენ, ვინც დამეხმარა. და როგორც კი წავიდნენ, ეგრევე მე აქ ნაქირავები მაქვსო და მანქანა რომ მომიყენეო, ანუ ამხელა შეგნება არ უნდა გქონდეს და ერთმანეთის გაგება და გატანა რომ ორი ბავშვით დგევარ კაპოტახტილი მანქანით და ესე არ უტაქტოთ, არ მითხრა რომ გადააყენე მანქანა. ხო შეეძლო რომ ეთქვა რომ ვიცი აქ თუ შეგიძლია რომ სხვაგან გადააყენო ეს ჰამაკები რომ აქ ამის გამო არ მინდა რომ აქ დააყენო ან რაღაცა რავი მეო აქ ნაქირავები მაქვს რომ დააყენე მანქანაო და კი მივაგინე კარგად. იმიტომ რომ აჭრილი ვარ. ესენი აგერ არიან დასკუპებულები და ველოდები ახლა როდის მოვა ჩემი მეგობრის მეუღლე ევაკუატორით მეორე მანქანით რომ ეს ჩემი მანქანა წაიყვანონ და მე წამეყვანონ ცემში. მანქანა რო გაფუჭდა არ გაგვიფუჭდეს ხო ხასიათიც? ცოტა მოვითმინოთ ხო? ცოტა მოვითმინოთ და თემო მოვა და წაგვიყვანს. ხო? ცემში. მაგრამ ყველაფერი ჭერო და დავტოვოთ. არა, არ დავტოვებთ, წავიღებთ დე. წავიღებთ დე. ვასასი. ჩამოვედით? კი. როგორ განწყობაზე ხარ? ვერ გატყობ აღფრთოვანებას. გამიღი მერცი. დედო. ევეკო. ძალით სერიოზული. კი, მოგწონს? კი. ისე შენ რა გითხარი მე? ერთი კარგი ის არის რომ პირდაპირ ესე ტყესთანა ვართ. პირდაპირ ტყესთან. მოგწონს აქ? დაღლილი ხო არა ხარ ცოტა? არა? ურა მაგარია საქანელაზე. დამსახურებული საქანელა. ესეთი გიჟური დღის ბოლოს, ხო? იუპი! იუპი! სად არის ევეკო, სად? ევეკო ციკეთ საქანელაზე ქანაობს, ხო? ძიძილა. იუპი! ჩემი ჭკვიანი გოგოები. ვაიმე დედა. დედა როგორ ჭკვიანად მოიქეცით დღეს. რა დედა? ეს არის სანათი, ლამპიონი, უпроსწორად სანათი კი არა ლამპიონი. ლამპიონი, რო დაღამდება აინთება. სიმწვანე მაგიჟებს და მაბედნიერებს და სულიერად მამშვიდებს რო გითხრათ სიმართლე იმხელა ნერვიულობა გამოვიარეთ ახლა გზაში რომ მოვდიოდით როდის დავმშვიდები და დავლაგდები ჯერ კიდე არ ვიცი მაგრამ ამ ყველაფერს რო უყურებ შედარებით მშვიდად ვარ
ხო და ყველაფერი წამოვიღე აბსოლუტურად მამაც შემაწინა დღეს ჩამომიტანა გურიიდან ყველი სულგუნი ისეთი რძე გადიოდა და დამრჩა ეხა მასწავლეს რომ აქ აქვს ძალიან კარგი ყველი და 15 ლარი ღირს 1 კილო ვაცანცარებ კამერას იმიტომ რომ მოვდივარ თან როგორ მოვდივარ ფეხები აღარ მიმორჩილება ესეთი ამბებია წავით ეხა ვიყიდოთ ყველი ქაბატონი ეველინა უკვე დაწოლილია გაიკეთა თავისი საძილე ნიღაბი გადმომხედე გოგო აქეთ ტადამ გადატრიალდი ახლა დაიძინე დამღლელი დღის ბოლო ევეკოსთვის კუკუ